თითქმის ყველა ქვეყანას სამართლებრივად აქვს დარეგულირებული, თუ რა ტიპის სპეციალური საშუალება უნდა გამოიყენოს პოლიციურმა ქვედანაყოფმა, როდესაც საქმე ეხება მასობრივი საპროტესტო აქციების მართვას. ბოლო პერიოდში საქართველოში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია იმ ფაქტზე, რომ სწორედ ასე დროს პოლიციური დანაყოფები იყენებენ ნიღბებს და მათი იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ ამ საკითხებზე, თუმცა თავდაპირველად მინდა გაჩვენოთ, თუ რა ტიპის სპეციალური საშუალებებია გაწერილი საქართველოს პოლიციის შესახებ კანონში. ეს არის ხელბორკილი პირველი და შებორკვის სხვა საშუალებები. ამ საშუალებას იყენებს დაკავების დროს პოლიცია, არის ასევე ხელკეტი, რომელიც მასობრივი დემონსტრაციების მართვის დროს გამოიყენება, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, იგივე წყლის ჭავლის მანქანა და ჯავშან მანქანა სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა. ეს არის თქვათ საღებავი, რომელთაც თქვათ პირობითად სამართალდამცავს ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურა, სამსახურებრივი ძაღლი და ასე შემდეგ. აქ ჩამოთვლილ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პოლიციის შესახებ კანონში და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ნომერ 1006-ში ასახული არის თუ როგორ უნდა გამოიყენოს და მე ციტატას მოგიყვანთ, რაც არის ამ ბრძანებაში წარმოდგენილი. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით პოლიციის შესახებ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ კი სხვა საშუალებები არაეფექტიანია მიზნის მისაღწევად. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ კითხვით, რაც შეეხებოდა ნიღბებს, თუ როგორ არის რეგულირებული სამართლებრივად, რა დროს შეიძლება გამოიყენოს სამართალდამცავმა სტრუქტურამ ნიღბები და მოხდეს მათი იდენტიფიკაციის სრული დაფარვა, ასევე რამდენად უშლის ხელს ზოგადად ნიღბების გამოყენება სავარაუდო კანონდარღვევის გამოვლენას და ასე შემდეგ, თუმცა გავიდა უკვე 20 სამუშაო დღე და შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ამავე საკითხზე ვესაუბრეთ ჩვენ დემოკრატიული კვლევის ცენტრის დირექტორს და ყოფილ სახალხო დამცველს უჩან ანუაშვილს, შემოგთავაზებთ მასთან ინტერვიუს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა სპეცსაშუალებისა და მათ შორის ნიღბების მასობრივად გამოყენების თემაზე სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით ბატონო უჩა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. პირველი კითხვა მექნება ზოგადად პოლიციის მხრიდან ეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არ გამოყენება. ასევე სახის დაფარვა მასობრივად, რასაც ვხედავთ ბოლო აქციების მსვლელობისას, რა სამართლებრივ პრობლემებს წარმოშობს თუ ასეთ შემთხვევაში. ეცეთ სახელმწიფო სწორედაც რომ პოლიციის მეშვეობით ურთიერთობს მოქალაქეებთან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიციის საქმიანობა იყოს გაკონტროლებული, რომ პოლიციას ჰქონდეს ანგარიშვალდებულება, რადგან მას აქვს დამატებითი უფლებამოსილება, მათ შორის ძალის გამოყენების და რაც უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს, რა თქმა უნდა, აუცილებელია იყოს ასევე ანგარიშვალდებულებაც შესაბამისი. რადგან თუ ეს არ ხდება, მაშინ შეუძლებელია გამოვლინდეს მოძალადე პოლიციელი. იმიტომ რომ ეს უკვე ქმნის შემდგომში დაუსჯელობის გარანტიას პოლიციელებისთვის და სახელმწიფო პრაქტიკულად რეპრესიულ მართვაში მონაწილეობს და ანუ პოლიცია პრაქტიკულად არის დაუსჯელი და სწორედ ეს არის ანუ მთავარი პრობლემა, როცა ვსაუბრობ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სწორედაც რომ იქ პოლიციას თუ კი უწევს დავუშვით იგივე სახის დაფარვა, ხომ? რა თქმა უნდა, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია და განსაკუთრებით ეს ეხება სწორედაც რომ იგივე სპეცოპერაციებს ან რაღაც სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ანუ ყველა პოლიციას
აუცილებლად უნდა გქონდეს რაიმე განმასხვავებელი ნიშანი იმისთვის რომ სახელმწიფოც არის ხო დაინტერესებული რატომ მაგალითად როცა მისი სახელით მოქმედებს ვინმე სახელმწიფოსაც უნდა გქონდეს ინფორმაცია ხომ არ აჭარბებს თავისუფლებამოსილებას მისი წარმომადგენელი ხომ კონკრეტულად ვინ მოქმედებს მისი სახელით და როგორ იქცევა და სწორედაც რომ სახელმწიფოც არის უნდა იყოს დაინტერესებული რომ არსებობდეს გარკვეული კონტროლი იმ ადამიანებზე ვინც მისი სახელით მოქმედებს და ასეთი სტანდარტების დარღვევის შემთხვევაშიც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის მექანიზმი უნდა არსებობდეს ეს არის ის რაც ცივილიზებულმა სამყარომ შექმნა და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი სტანდარტები არის საერთაშორისო ნორმები რომლებიც აბსოლუტურად ყველა ცივილიზებულ სამყაროში არის ხო და პოლიციის როდესაც ხდება პოლიციის მიერ ძალის გადამეტება განსაკუთრებით ამ შემთხვევაში რომ იყოს დაცული დაზარალებული უფლებები რომ ეფექტური გამოძიება მოხდეს თუნდაც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფომ შეასრულოს სწორედ იმიტომ რომ აიყოს აცილებული დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში რომ არ მოხდეს წახალისება თუნდაც ახალი ძალადობის და დანაშაულის ქვეყანაში და სწორედ ეს არის ის რადგან დგას დღეს თანამედროვე დემოკრატიული სამყარო ბატონო ლუჩა, ჩვენ კითხვით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ არსებობს თუ არა რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც ნებას რთავს და პირდაპირ მითითებას აძლევს, რომ გარკვეული ღონისძიებების დროს გამოიყენოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ასეთი ნიღბები და იდენტიფიკაციის დაფარვა მოხდეს მათი. თუმცა უკვე მე-20 სამუშაო დღე არის გასული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ზოგადად ამასთან დაკავშირებით საინტერესოა პასუხი რამდენად ღია ძალოვანი უწყება საზოგადოებისთვის და შემდეგ არსებობს თუ არა რეალურად ასეთი რაიმე ტიპის რეგულაცია თუნდაც მინისტრის დონის განკარგულებები რომელიც ნებას რთავს და გარკვეულწილად სამართლებრივ ჩარჩოში ამყოფებს ამ ფაქტს რომ პოლიციელები სახეს იფარავენ საქართველოში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პარტიობრივი სამხალხო ორგანიზაციის სახალხო დამცველის რეკომენდაციების შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო რაიმე მსგავსი რეგულაციები იმისთვის რომ ყოფილიყო გარკვეულწილად ეს საკითხი დარეგულირებული და მართლაც მოხდა წლების წინ ანუ მოქმედებდა რეგულაცია რომელთაც მნიშვნელოვანი იყო რომ მოხდარიყო იდენტიფიცირება. სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი წვეთს პრაქტიკულად იმ პირთა ნუსხას, ვისაც საკუთარი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ენიჭება სახის დაფარვა და ეს გაუგებარია ხო თუ ვინ შედის ამ სიაში, ვინ არიან ის პირები და სწორედ ეს არის სწორედაც რომ პრობლემა ხო, როდესაც არ ხდება ასეთი საკითხის გასაჯაროება, როდესაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რომელ უწყების რომელ თანამშრომლებს ხომ უწყებთ აქვთ უფლება რომ მაგათაც დაფარონ სახე რა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში არის თუ არა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ჩვენ როდესაც გამოვითხოვეთ მსგავსი ინფორმაცია მახსოვს რომ იყო ასეთი პასუხი რომ 1921 წლამდე მოქმედებდა ის რეგულაცია რომელიც პოლიციას ავალდებულებდა მსგავსი განმასხვავებელი საიდენტიფიცირებელი ნიშნების ქონას. ანუ ის რასაც ჩვენ მივახციეთ წლების განმავლობაში თეორიულად მაინც არსებობდა ასეთი მოთხოვნა კანონმდებლობით, თუმცა პრაქტიკაში სამწუხაროდ არც მაშინ არ სრულდებოდა და სამწუხაროდ ეს მოთხოვნა ფორმალურადაც კი უკვე აღარ არსებობს. თუ კი 21 წლამდე არსებობდა მსგავსი მოთხოვნა, ეს პრაქტიკულად გაუქმებულია და უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის გადასაწყვეტია თუ ვის მიენიჭება ეს აღნიშნული უფლებამოსილება. ანუ კიდევ უფრო მეტად შემცირდა ეს სტანდარტი, კიდევ უფრო მეტად შემცირდა ის ანგარიშვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია კონკრეტული მოქალაქის წინაშე და აქედან გამომდინარე შედეგებით სწორედ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი იმ ყველა შედეგით, რომელიც ამ წესის შემოღებას მოყვება. ხო და მithumetes როდესაც ეს ცვლილება იგივე ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად ის რომ აიკრძალა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ქუჩაში და დასახლებულ წესით იქნა მიღებული ხომ როდესაც აკრძალულია ნებისმიერი საშუალებით ეს იქნება ნიღბით თუ სხვა საშუალებით სახის დაფარვა და რომელიც აიკრძალა ხომ იგივე სხვადასხვა შეკრებების და მანიფესტაციების დროს
მხოლოდ პოლიციას აქვს ეს უფლება, თუმცა რეალურად ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რამდენად არის დაცული მოქალაქეთა უფლებები, როდესაც ჩვენ არ ვიცით თუ ვინ არის, ხო რეალურად არის თუ არა ნამდვილად პოლიცია, იყო ასევე კითხვები ძალიან ხშირად დასმული, ნამდვილად არიან თუ არა ის პირები, რომლებიც დადიან მიღბებით, ნამდვილად პოლიციელები და ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობდა საზოგადოებაში და თქვენდი არსებობს, იმიტომ რომ გვიჩნდება ეჭვი, რომ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირების, რომლებიც მიღბებით მოძრაობდნენ სხვადასხვა აქციების, განსაკუთრებით დარბევის დროს, გასული წლის ნოემბერში, იქნება ეს თუ დეკემბერში, სავარაუდოდ არ იყვნენ პოლიციელები და ეს მათ ქცევაზეც ძალიან ნათლად ჩანდა. და მოკლედ ეს საკითხი არის ალბათ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოებას მინიმალური რაღაც განცდა გქონდეს, რომ სახელმწიფო მას იცავს. თუ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი ან ძალის გადამეტებისა. და ჩვენ ნახეთ ხო რომ დაწყებულია ძალიან ბევრი საქმე ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით და დღემდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ერთი კონკრეტული საქმეც არ აქვს ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული და ჩვენ ასევე მათთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და ვიცით რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რომ არსებობდეს რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება კონკრეტული მოძალადე პოლიციელის და სწორედ ეს არის ის უკვე სისტემური პრობლემა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხვდებით, რომ პრაქტიკულად ამას ვაწყდებით, რომ ანუ ეს არის უკვე ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც პრაქტიკულად არის ქვეყანაში და ეს ამას უწყობს სწორედაც რომ ხელს ის რეგულაციები, რომლებიც სამწუხაროდ ქვეყანაში არ მოქმედებს. უკვე ანუ გაუქმდა და პრაქტიკულად ყველანაირი უფლება გააჩნია სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თავი აარიდოს ანგარიშვალდებულს, რომ ისინი არ იყვნენ ანგარიშვალდებული მოქალაქეთა წინაშე და ხშირ შემთხვევაში ამ რეგულაციების გასამართლებლად იყენებენ საიდუმლოების არგუმენტებს, იმიტომ რომ სამართალდამცავ ორგანოებს ასევე გააჩნიათ კონფიდენციალობის გარანტია, რომ მათი საქმიანობა გარკვეულწილად არის საიდუმლო, არ არის საჯარო, მათ შორის იგივე სპეციალურ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის, დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობასაც კი არ გასცემს პოლიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ანუ საიდუმლოების არგუმენტით, რომ თითქოს ესეც არის გარკვეულწილად სახელმწიფო საიდუმლოება და საზოგადოება არ უნდა იცოდეს, მაგრამ საზოგადოება უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით, მათ შორის ის თუ რა შეიხარჯება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები და ის საჯარო ფინანსები, რომელიც სწორედ მოქალაქეების ბატონო უჩა, თქვენ ახსენეთ პროპორციული ძალა, რომელიც ხშირად გვესმის ძალოვანი უწყების მხრიდან, როდესაც საუბარი არის დემონსტრაციების დაშლის, დემონსტრაციების, ასე ვთქვათ, დემონსტრაციებზე ზემოქმედების პროცესზე, როდესაც არის საუბარი. და მინდა გკითხოთ პოლიციის მხრიდან ზოგადად სპეციალ საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენად არის კანონით დაშვებული მეთოდები, ის რაც ბოლო პერიოდში ვნახეთ, მაგალითად სხვადასხვა სპეციალური საშუალების ერთობლივად გამოყენება, გაზის მაგალითად წყალში გარევა და ასე შემდეგ. ეს რამდენად დარეგილი პრაქტიკაა საერთაშორისო სტანდარტებით და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, რამდენად ჩაითვლება ეს პროპორციულ ძალად? საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის არის ასევე ელტო სტანდარტები, რომელიც ჩვენთანაც გამოიყენებოდა, ცალსახად მიუთითებს, რომ ყველა ეს საშუალება უნდა იყოს გამოყენებული იმ რეგულაციების მიხედვით, რომელიც არის დამტკიცებული. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ წყლის ჭავლი იქნება ეს გაზი თუ ციცაკის სპრეის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ ცალკეული მონაწილეების, ამ აქციის ცალკეული მონაწილეების მოსაგერიებლად, რომლებიც მოქმედებენ ძალადობრივად. და არ უნდა იყოს განურჩევლად ყველა მონაწილის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი და უმთავრესი პირობა, რომ ამ საშუალებების გამოყენება აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ არის აკრძალული. მეორე ის რომ უნდა იყოს თანმიმდევრობა გამოყენებული. ასევე აკრძალულია იგივე 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან ამ გაზის და ციდაკის სპრეის გამოყენება. არის ასევე აკრძალული რომ თუნდაც შერევა ამ საშუალებების, ხო როგორიც არის მაგალითად ციდაკის სპრეის და წყლის ჭავლის რომ მოხდეს თანადროული გამოყენება, ესეც არის ერთ-ერთი კიდევ ერთი აკრძალა, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რადგან უფრო იზრდება ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების, ანუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე და სწორედ ეს არის მთავარი პირობა, რის გამოც სწორედ ასეთი აკრძალვა არსებობს და სხვათა შორის პოლიციას
ავალდებულებს, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობა და არაფოლოდ საერთაშორისო, რომ მოხდეს წინასწარ შეტყობინება, გაფრთხილება მინიმუმ 30 წუთით ადრე აქციის მონაწილეების თუ კი არის დაგეგმილი რაიმე საშუალების გამოყენება. და ჩვენ ნახეთ, რომ ამ შემთხვევებში მთელი ეს რიგი მოთხოვნები არის დარღვეული ხდებოდა რაღაც განუსაზღვრელი რაოდენობის, იმდენად დიდი რაოდენობის საშუალებების გამოყენება, რომ უქმნიდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეს არაერთ ადამიანს. არაფოლოდ იქ უშუალოდ აქციის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა, არამედ შემდგომ დღეების განმავლობაშიც კი. რომ ძალიან ახლო მანძილიდანაც ხდებოდა გამოყენება ამ საშუალებების და რაც ყველა სამწუხაროა, რომ იყო შერევა ერთდროული გამოყენება დავუშვათ იგივე ციცაბის სპრეის მოწავლელი სხვადასხვა ნივთიერების და ასევე წყლის ჭყავლის, რაც ასევე კიდევ ერთი დარღვევა და რა თქმა უნდა ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება. თუ ვინ გასაბრძანება, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით მომხდარიყო აქციის დაშლა, რასაც ჩვენ ვხედავდით უკვე მთელი დღეების განმავლობაში. ხო და სამწუხაროდ აქაც ვხედავთ, რომ არანაირი ანგარისვალდებულება, თუნდაც ის მინიმალური ანგარისვალდებულება ფორმალურიც კი პრაქტიკულად არ არსებობს.